გაიმართება მადრიდის ატლეტიკო ბარსელონას უმასპინძლებს. ჯო ფელიქსი ძალიან კარგია ჯერჯერობით პორტუგალიელი, ვნახოთ რა გაგრძელებას იპოვის. შესანიშნავი კომბინაცია ლემარი და გადარჩა არა, ვერაფერიც ვერ გადარჩა. გახსნა ანგარიში ტომა ლემარმა, ითამაშა თითქოს ბურთზე ტერ შტეგენმა, მაგრამ მაინც ვერ უშველა თავის გუნდს. 1-0 დაწინაურდა ატლეტიკო და აი რატომ ათამაშებს ხოლმე ლემარს დიეგო სიმეონე. ძალიან კარგია ფრანგი ბოლო პერიოდში ატლეტიკოში და მეორე გოლი გაიტანა უკვე ამ სეზონში. და რა მაგარი კომბინაცია გაათამაშა აქ ატლეტიკომ. მომეჩვენა რომ თითქოს ტერ შტეგენმა უშველა ბარსელონას, მაგრამ ვერ. წელს კატალონიელებს ერთში მხოლოდ ლემარი ესპანიოლს გაუტანა მან ბოლო წამებზე და 97 წუთზე მოაგებინა მაშინ ატლეტიკოს. ახლა გაუტანა ბარსას. ბუსკეტსი და პიკე და მაინც 22% აქვს გუნდის გოლების, რაც დაგვიწერეს ხო? 22.2 მიადე. რანაირად? არ ვიცი, დაგვიწერეს ფაქტია. ეგრეთ ცოტა აქვს ატლეტიკოს. ხო? ცოტა გოლი აქვს. ფელიქსმა ითამაშა ძალიან მაგრად ამ ეპიზოდში, სუარესმაც როგორ შეაყოლა ლემარსთან ბარსელონას დაცვაში რაც ხდება. კი, ვხედავთ ისაც მარტივი დასანახი. იქა მაინტერესებს სამშვენი კომბინაცია. 22% საიდან მოიტანეს ოღონდ. ძალიან კარგი გოლი იყო. ესე იგი პროცენტები შეეშვან, როგორც უნდა მივწერო წერილი, რომ პროცენტების წერა შეეშვან, იმიტომ რომ აშკარად ციფრებთან უჭერთ. მეათე გოლია ატლეტიკოსი და მეორეა ლემარის. 22% რანაირად გამოდის. მემფისის რეაქცია ამ ყველაფერზე ატლეტიკო უკეთესი იყო, გულ შეიძლება ბარსელონას ეჭირა, მაგრამ ამ გოლამდე ორი საფრთხო დარტყმა და ახლა ჩვენი კომბინაცია ატლეტიკო აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა ამ დაპირისპირების. რა კარგი მომენტია, ლემარი გააკეთა ზუსტი პასი ლუის სუარესზე და უნდა გაიტანოს სუარესმა 2-0 ხდება ანგარიში. დააპირა აღნიშნა თავიდან სუარესმა, მაგრამ მაინც თავი შეიკავა. თქვა რომ არ აღნიშნავდა გოლს თუ გაიტანდა და აგერ გაიტანა ურუგვაელმა. დაიმის ბოლოს პირველი გოლი მისი ბარსელონას კარში. უმძიმეს მდგომარეობაშია კუმანის გუნდი. წაგება ატლეტიკოსთან შენც აღნიშნე რომ არ არის ისეთი შედეგი რომლის გამო შეიძლება მერე მწვნელი გააგდონ სამაგიეროდ აი ასეთი თამაში როგორცაც ბარსელონა აჩვენებს შეიძლება გახდეს მწვნელის გაგდების მიზეზი. იმიტომ რომ გუნდის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ატლეტიკო პირიქით ძალიან ჭკვიანურად ძალიან კარგად მოქმედებს და აგერ მეორე გოლის გაუტანს. პროცენტები ისევ შეეშვას ეს ადამიანი, ამიტომ ძალიან ნერვებს მისდის პირადად მე უკვე 40% არისო სუარესის ანგარიშზე ატლეტიკოს გოლებისო და თულა არის ის ამ კაცმა მე-11 გოლია გუნდისას. მე-11 მე-4 გაიტანა სუარესმა. რანაირად არის 40%? მე-10 გოლი რო იყოს ყო, მაგრამ მე-10 რომ გაიტანეს და ლემარის მეორე იყო, იქ 22%-ია დაწერილი. კი, მაგრამ ლემარმა რა კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში. გმირი ჯერჯერობით ის არის მატჩის. ასე გამოდის. იდეალური პასი გააკეთა ხო, თან აწია, მაგრამ ფეხში გაუკეთა მაინც გააცემა. სუარეს რომელმაც გაიტანა ესეთ სიტუაციებში სუარეს გააქვს. ისა მარტო ლემარი რატო სუარესიც გმირია ხო? და მან საგოლე პასი მიიღო და სუარესმა ერთი კარგი მომენტი გააფუჭა და ლემარს ეგეთი შეცხელიდან არ გაუშვია. რა კარგად ითამაშა სუარესმა მართლაც მე ბოლო მომენტში კარგი პაუზა აიღო, თითქოს მარცხენაზე ქონდა ფეხი, არ დაარტყა. ამაჟგარი არ ყოფილა. არ იყო, გოლი ჩაითვალა და 3-0 ლევანტესთან ახლა მარცხი ატლეტიკოსთან დასრულდა მატჩი 0